დოკუმენტური მასალა იმის შესახებ, თუ როგორ ემზადება რუსეთი ინტერვენციისთვის. გოგა გაბაშვილისთვის საზოგადოებისთვის საჯარო ისტერილიზება ხდება, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთს სამშვიდობო ინიციატივების შესწავლაც და გამოქვეყნება რუსეთის საპასუხო წერილიც. თუმცა მანამდე დაუჯერეს კომისიის წევრების თხოვნას უშიშროების საბჭოს გადაეგზავნება, რომელიც გადაწყვეტს, თუ რომელ მასალაზე მოხდეს თვითით საიდუმლო. საიდუმლო მასალები და საიდუმლო მოსმენები, რომელიც გადმოვისმინეთ, რომ მოიხსნას ამას ფეხის საიდუმლო, მაგრამ ეს კომისიის გადაწყვეტი არ არის, ამიტომ მიმართავს უშიშროების საბჭოს წერილით და ეს გრიფი მოიხსნას და ამის შემდგომ ყველა ეს ინფორმაცია იქნება განთავსებული პარლამენტის ვებგვერდზე, ისე მაგრამ ჩანაწერები, რადგან დახურვის თემაზე იყო საუბარი. ძალიან ბევრი ასეთი მასალა მაგალითისთვის ვიტყოდი თქვათ ინფორმაციას, რომელიც თემური ეკონომიკის დახურებაში მაგალითისთვის ვიტყოდი გამოქვეყნებას ინტერვიუსისა, რატომაც სამშვიდობო ინიციატივით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, რუსეთის პრეზიდენტს და რა პასუხი მიიღეთ რუსეთის პრეზიდენტისგან ამ სამშვიდობო ინიციატივაზე. ყველა სამშვიდობო ინიციატივის შინაარსების კომისიის წინაშე დახურვებში განათქვამი სეპარატისტების პოზიცია და რუსეთის პოზიცია. Საფრანგეთის ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად საქართველოს მომავალი წლის ბიუჯეტი 6 მილიარდ 856 მილიონი ლარი იქნება. ამის შესახებ მთავრობის ხდომის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა. მის ახალ ბიუჯეტში ორი ძირითადი მიმართულება განისაზღვრება. ბიუჯეტის დიდი ნაწილი ინფრასტრუქტურის და დამატებითი სამუშაო ადგილების გაზრდას მოხმარდება. ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს დღეს გადაეგზავნა, მისი განხილვა და დამტკიცება კი 30 დეკემბერს იგეგმება. ორი მიმართულებაა ძირითადი 2008 წლის ბიუჯეტის, ერთი არის მაქსიმალურად შემცირება საიმპორტზე გაწეული ხარჯების და მაქსიმალურად გაზ და ინფრასტრუქტურის ხარჯების, რომელიც ადგილზე დაიხარჯება, რომელიც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. მეორე მიმართულება სოციალური ნაწილი, სადაც ასევე ძალიან სერიოზული დადებით ცვლილებები, ანუ ჩვენ მაქსიმალურად ვაკეთებთ იმას, რომ ფოკუსირება მოახდინოთ სიგარების ზღვარსკვლავად ყოფილი მოსახლეობის დაფინანსებას. საკარაო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის კოსტაკო მინაშვილი დაიკავეს გადაწყვეტილება საპარლამენტო უმრავლესობამ კრევანტოს ხდომაზე მიიღო. პავლე კოდოაშვილის განმარტებით მინაშვილის არქივს, რომელიც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო, სავარაუდოდ ჩიორა ქაქქასიშვილის დაიკავეს. რაც შეეხება თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს, ამ თანამდებობაზე რუსულას განმარტების შემდეგ თოთა ქუთათურაძის განიხილავენ. კანდიდატურებს უახლოეს პლენარულ ხდომაზე დაამტკიცებენ. ბატონი აკაკი მინაშვილი გაგდენილი იქნება საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს. აკაკის ძალიან კარგი გამოცდილება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის, ისე ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება შეეძინა მას გამდენილმა რამოდენიმე წუთს, თუნდაც იმ კომისიაში მუშაობამ, რომელიც სწავლობდა რუსეთის აგრესიის შედეგებს. ცენტრალიზებას რაც შეეხება, სავარაუდოდ ჩიორა ქაქქაშვილის დაიკავეს მოადგილის. პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება გააქტიურება საპარლამენტო დიპლომატიის იმ მიმართულებით, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს ერთ ძირითადი ინტერესი საფრთხეობა, სოციალურობა, დიპლომატია ამაში ერთ წინახაზე ეს იქნება ჩვენი მიმართულება. საქართველოს ლიდერი სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებთან შეხვედრებს და კონსულტაციებს განაგრძობს. ზურაბიშვილი დღეს ლეიბორისტული პარტიის ლიდერ შალვა ნათელაშვილს შეხვდა. საათ 9-იან დახურულ შეხვედრაზე საუბრის მთავარი თემა ადამიანელი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლების შეცვლების დასახვა იყო. როგორც შეხვედრიდან გამოსულმა საქართველოს ლიდერმა განაცხადა, იმ დღეების განმავლობაში, რაც შეხვედრებს მართავდა, მან ვერ ნახა მმართველი ძალის პოლიტიკის კმაყოფილი ადამიანი. სალომე ზურაბიშვილი დღესვე ქართული აკადემიის წევრებს ეხება. როგორც საქართველოს ლიდერი აცხადებს, ის შეხვედრებს მომავალში გააგრძელებს, მანამ სანამ საქართველოს მოსახლეობას თავისუფალი არჩევანის საშუალება არ მიეცემა. ერთადერთი რაღაც დარჩა ეს, რომ ეს ხელისუფლება წავიდეს და დაინიშნოს საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები. მე კარდაკარ ვიყოდი დავდივარ იმისთვის, რომ ამ აზრის კონსოლიდაცია მოხდეს, რომელიც არსებობს ყველა ვიყოდი პარტიებში, ჯერ არ მისულვარ არცად, სადაც ეს აზრი ძალიან კარგად ჩამოყალიბებული არ დამტკიცეს და თქვენ გონით ესმის ყველა განცხადებებში უკვე ყველა ერთი აზრით და ერთიანი სიტყვებით ლაპარაკობს. ეს არის ის, რაც უნდა შეიგდოს ამ ხელისუფლებამ, სხვა არაფერი დარჩენია.
მოძრაობა ევროპული არჩევანი საქართველოს წევრები აფხაზეთთან დიალოგის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობენ. მათ თქმით, კონფლიქტის მოგვარება შეუძლებელია თუ ქართულ და აფხაზ ხალხს შორის სდობა არ აღწევება. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ერთ-ერთი მესამე ძალა ვერ შეძლებს მშვიდობის უზრუნველყოფას და დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას. ექსპერტები ამბობენ, რომ აგვისტოს მოვლენების შემდეგ ყოველთვის ნათელი გახდა, რომ ძალის გამოყენებით ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მოგვარება შეუძლებელია. დიდი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია აფხაზ ხალხთან პირდაპირ დიალოგის დაწყების გარეშე, შეუძლებელია ნდობის აღდგენის გარეშე. ნდობის აღდგენა შესაძლებელი არა ზევიდან რომელიმე პოლიტიკური გადაწყვეტილების ან და მეგობარი სახელმწიფოსა თუ არამეგობარი სახელმწიფოს კეთილი ნებით, არამედ ადამიანების პირადი ურთიერთობით. ეს კონტაქტები სამწუხაროდ რამდენიმე წელია გაწყვეტილია და ეს მიგვანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ ამ კონტაქტების აღდგენა. ჩვენ მივაჩნია რომელობა დაასამარა ილუზია ძალისმიერ მეთოდით ამ კონფლიქტების დაიწყების. ჩვენ მივაჩნია რომ მიდგომები, რომლებიც უნდა გახდეს საფუძველი კონფლიქტებთან აქტიურ კონფლიქტებთან დაკავშირებით აქტიურ ხდებისა უნდა შემოგვიყვანოს. ეს არის ძალადობის დაგმობა და სრულიად ძალის გამოყენებას. მეორე, ასრულებელია იმისა, რომ ყველა კონფლიქტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ ადამიანები ყველანი არის საქართველოს ჩვენ მათ უნდა განვიხილოთ მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის საზოგადოებრივი მაუწყებლის მუშაობით უკმაყოფილოა სუზარსუბანონ მაუწყებლებთან დაკავშირებით შეფასება გაიკითხა და პირველი არხის ხელმძღვანელობა ტენდენციურობაში დაადანაშაულა. სუბარის განხილვებით საზოგადოებრივი მაუწყებელი დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიერ შექმნილ ფილმებს ვლოკავს. მე არაერთხელ მოუწოდე არხის ხელმძღვანელობას ელობითად პირადად რომ გაუშვან ძველ ხელმძღვანელობას სტრატეგიებს რომ გაუშვან ჟურნალისტური გამოძიებები ამ გასართობი გადაცემების ნაცვლად ან მათთან ერთად მაინც. რასაც ეს არხი არ აკეთებს. და ჟურნალისტური გამოძიება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ საზოგადოება მიცოდეს, სად რა ხდება ქვეყანაში, სად ცხოვრობს, რა ტიპის ქვეყანაში ცხოვრობს, რა პრობლემები გვაქვს და როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემებს. როცა ხელისუფლებას ეშინია ჟურნალისტური გამოძიებების, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ იქ დემოკრატია არ არსებობს. საქართველოს და იაპონიის მთავრობებს შორის $13 მილიონი ხელდანებות გრანტს მოეწერა. გრანტი იმ დახმარების ნაწილია, რომლის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება იაპონიის მთავრობამ ბრიუსელში ვილნიუსთან საერთაშორისო კონფერენციის დროს მიიღო. ფინანსთა მინისტრის თქმით, გრანტი სოფლის მეურნეობის სექტორის გაცვლიერებას მოხმარდება და ხელს შეუწყობს შემოსავლობის ზრდას. საგრანტო დახმარება იაპონიის არასაპროექტო საგრანტო პროგრამის ფარგლებში რიგით მეხუთეა. $1 მილიარდი ჯამბული შენაპირებიდან ნაწილი იყო იაპონიის მთავრობის შენაპირება, საკმაოდ დიდ სახაზე ლაპარაკ $200 მილიონი ჯამში. ეს პირველ ნაბიჯში გადავიღეს და მოეწერა ხელი $13 მილიონიან დახმარებას არასაპროექტო გრანტს, რომელიც თავდაპირველად მოხდება სოფლის მეურნეობას, მოხმარდება რეალურად გაგრძელდება ის საპრეზიდენტო პროგრამა ტრაქტორების შესახებ, რომელიც დაწყებული იყო რამოდენიმე წელი წინ, რომელიც ასე წარმატებულად მიმდინარეობდა ასეთების განმავლობაში და იმედია მიმოაწყდა აი იაპონიის ხალხის დახმარება. პრეზიდენტის დავალების შემდეგ გამოიღვიეს ჩვენი ურთიერთობათა ნაკლებიც, როგორც გადაწყვეტს გამდებული შედეგია მოლაპარაკებების პროცესთან, $9 მილიონი გამოიყენა სოფლის პარკს, ეს ახალი იქნება სასწავლო ტექნიკის და გადაეცემა ეფექტივად ინვესტიციებს.